ეთერშია საინფორმაციო პროგრამა. გამარჯობათ. სოფელ ერევში გორის სამართალდამცავების მიერ ჩატარებული ოპერაცია ძებნილის ასაყვანად მსხვერპლით დამთავრდა. ოპერატიული ღონისძიება, რომელიც გორში სამართალდამცავებმა განახორციელეს, ძებნილი პირის დაკავებას ეხებოდა და მსხვერპლით დამთავრდა. სოფელ ერევში მცხოვრები წარსულში ნასამართლელი გიორგი ბორცაძე ავტომატური იარაღის უკანონო ტარებისათვის და ბოროტი ხულიგნობის მუხლით იძებნებოდა. პოლიციის თანამშრომლის გასროლა ძებნილისათვის სასიკვდილო აღმოჩნდა. მიიღეს ინფორმაცია ერედვის განყოფილების მუშაკებმა მის გადაადგილების შესახებ სავარაუდოდ. იქ შედგა ოპერატიული ჯგუფი, შესაბამისი ინსტრუქტაჟი მიეცათ მათ და ჯგუფმა სცადა მანქანის გაჩერება, სადაც ეს იმყოფებოდა. მანქანა ჯერ შეჩერდა, შემდეგ მოხდა იქიდან გასროლა ოპერატიული ჯგუფის მიმართულებით, წინასწარ როგორც არის ესეთი ინფორმაცია გვაქვს, ახლა ყველაფერს დაადგენს მოკვლევა, რომელიც ტარდება და რომელსაც ატარებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია დაუყოვნებელი ჩაერთო პროკურატურა დაუყოვნებელი ამ ფაქტზე და ყველა მომენტი იქნება მანდ გაანალიზებული. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმეს. ძიებას აწარმოებს ცხინვალის მხარის პროკურატურა. ამოღებულია ნებკიცება აღნიშნეთ მაგაროვის სისტემის და შემდეგ თვითონ შემთხვევის ადგილიდან, სადაც უშუალოდ ეს პოლიცია და საგუშაგო იყო, ამოღებული იქნა დაახლოებით 80-100 მეტრის რადიუსის ფარგლებში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ეკუთვნოდა გიორგი ბორცვაძეს, ძებნილ გიორგი ბორცვაძეს. პროკურატურაში აღიძრა იმავე დღეს 10 ოქტომბერს, იმავე ხამით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 114 მუხლით, რომელიც შეეხება მკვლელობას დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით. აღნიშნულ საქმეზე აწარმოებთ გამოძიებას. ასევე ამოღებულია ყველა იმ ოპერატიული მუშაკის აღნიშნულ დღეს გაპიროვნებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, მაგაროვის სისტემის პისტოლეტები. სათანადო ექსპერტიზის შემდეგ გაირკვევა თუ რომელი პოლიციელის ნასროლი ტყვი აღმოჩნდა საბედისწერო ძებნილისათვის. რეგიონის ელექტროენერგიით უკეთ მომარაგების მიზნით კასპიის, გორის, ქარელის და ხაშურის ენერგოკომპანიების ბაზაზე გაერთიანებული ენერგოკომპანია შეიქმნა. 11 ოქტომბერს გორის რაიონის გამგეობის ხდომათა დარბაზში სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გორის სამმართველოს ხელმძღვანელობასთან ერთად რეგიონის ენერგოკომპანიების წარმომადგენლობითი კრება გაიმართა. რეგიონის ელექტროენერგიით უკეთ მომარაგების მიზნით 4 სააქციო საზოგადოების ბაზაზე შეიქმნა გაერთიანებული ენერგოკომპანია. ქონების მართვის სამინისტრომ წარმოადგინა 3 კანდიდატი სამეთვალყურეო საბჭოში, რომელმაც უნდა უხელმძღვანელოს შემდგომში გაერთიანებული ენერგოკომპანიის მუშაობას. იმის გამო, რომ ქარელის, ხაშურის და კასპიის წარმომადგენლების კანდიდატურები არ იყო ქონების მართვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ სიაში, მათ საკუთარი კანდიდატების დამატება მოითხოვეს და მათი რაოდენობა 6-მდე გაიზარდა. ცალკეული ენერგოკომპანიები გაერთიანებამდე აქციების 97% ფლობდნენ. ქონების მართვის სამინისტრომ იგი 100%-იან ფლობელობაში აიღო და ენერგოკომპანიის თანამშრომლებში გაჩნდა შიში, რომ ენერგოკომპანიის გაყიდვის შემთხვევაში ისინი კუთვნილ აქციებს დაკარგავდნენ. საკმაო დავის შემდეგ ოქმში ოფიციალურად დაფიქსირდა მათი წილის არსებობა. როდესაც ჩამოყალიბდა ჩვენი კომპანია და საერთოდ სააქციო საზოგადოებების შიდა ქართლის ბაზაზე თითოეული ენერგოკომპანიები, მაშინ იყო ესეთი მითითება ქონების მართვიდან, რომ ყველა ენერგოკომპანიას აქციონერებს უნდა ჰქონოდათ 10% წარმომადგენლობა, 90% იყო სახელმწიფო წარმომადგენლობის. აი ზუსტად ეს განვაცხადე მე. ეხლა ჩვენ ვიბრძოლეთ იმაზე, რომ ჩვენ კომპანიას შეეყვანა თავისი კანდიდატურა სამეთვალყურეო საბჭოზე. ჩვენ ეს შევძლებთ, რომ ჩვენი წარმომადგენელი გავიყვანეთ სამეთვალყურეო საბჭოში, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი კომპანიის ინტერესებს დავიცავთ და შესაბამისად ჩვენი რაიონის, ჩვენი ქალაქის ინტერესს დავიცავთ. ესეთი შიში, უბრალოდ მიზეზიც კი არ არსებობს, უბრალოდ შეიძლება რაღაც დეზინფორმაცია იყო თვითონ თანამშრომლებში, იმიტომ რომ ეს უფასო აქციები კი განსაზღვრავს ქონების მართვის სამინისტრო, მაგრამ ეს ხდება ვთქვათ მომუშავეთა რაოდენობის მიხედვით და აქედან განსაზღვროთ პროცენტული რაოდენობა ამ უფასო აქციების, თორე ესეთი უფასო აქციები ადრე ჰქონდა და ეხლა ხვალ აღარ მიიღებენ, ესეთი საშიშროება არ არსებობს.
გაერთიანებული ენერგოკომპანიის დირექტორად ტარიელ მაზმიშვილი დაინიშნა. ახალდანიშნული დირექტორი რეგიონის მოსახლეობას მდგომარეობის გამოსწორებას პირდება. კასპის, ხაშურის და ქარელის კომპანიებში სპეციალისტები გამოცდები, ნამდვილად ღირსეულები არიან, ამას კოორდინაციას გაუკეთებთ შეთანხმდებით, შევიწყნებით და გორის მაგალითს გადავიღებთ იმ რაიონებში, რომ მოწოდებაც გაიზარდოს აღნიშნულ რაიონებში და ელექტროენერგიის ღირებულების ამოღებაც გაიზარდოს. რამდენად შეძლებს გაერთიანებული ენერგოკომპანია რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდებას და გვექნება თუ არა ზამთარში სინათლე, ამას უახლოეს თვეებში შევიტყობთ. საკადრო ცვლილებები ქარელში. საგადასახადო სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს. ქარელის რაიონს ახალი საგადასახადოს უფროსი ჰყავს. ძველი ხელმძღვანელი მურად გელაშვილი ამ თანამდებობაზე 3 თვეც არ იყო. საერთოდ კი ქარელის რაიონში ბოლო პერიოდში რამდენიმე საგადასახადოს ხელმძღვანელი შეიცვალა. ყოფილი უფროსი მურად გელაშვილი დღესდღეობით უმუშევარია. ინტერვიუს მოცემაზე კი უარს ამბობს. თუმცა ქარელის რაიონის გამგებელი აცხადებს, რომ მას უმუშევრად არ დატოვებენ. რაიონის საგადასახადო ინსპექციაში მიმდინარე ხშირ საკადრო ცვლილებებს კი შემდეგი მოსაზრებებით ხსნის. გელაშვილი დღე-დღეზე დასაქმდება ისევ სამსახურში, საიდანაც საგადასახადოს უფროსი სანამ მოვიდა და მანამდე სადაც მუშაობდა, იქ დასაქმდება. და რაც შეეხება რამოდენიმე ხელმძღვანელის გამოსვლას, ეს ასეთი პირობებია დაყენებული შემოსავლების სამინისტროდანაც და თვითონ საგადასახადო დეპარტამენტიდან რესპუბლიკისა, იმ რაიონის საგადასახადო ინსპექცია, რომელიც გეგმას ვერ ასრულებს, საბიუჯეტო დავალებას ვერ ასრულებს, თავისთავად ხელმძღვანელის ხოლმე პასუხს და მაგის გულისზე იყო, რომ რამოდენიმე ხელმძღვანელი გამოიცვალა. ქარელის საგადასახადო ინსპექციაში სულ 2 კვირა რაც დაინიშნა ახალი ხელმძღვანელი, უпроსტად 2 კვირის წინათ გადაწყდა და 1 კვირა რაც დაინიშნა ახალი საგადასახადოს ხელმძღვანელი, ადგილობრივი კადრია ედუარდ შერმადინი. ეს ის პიროვნება, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ჩვენთან რაიონულ გამგეობაში, ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელი იყო და არის ენერგიული ახალგაზრდა, საქმისადმი მონდომებული. იმასაც აღნიშნა, რომ სულ რამოდენიმე დღეა ჩაერთო სამსახურში და ცოტა შედეგებიც გვაქვს თვითონ. თუმცა ქარელის რაიონის საგადასახადო ინსპექციის ახალი უფროსი ედუარდ შერმადინი ინფორმაციის მოცემა შეგნებულად თავს არიდებს და დათქმულ დროს გადაღებაზე მისულებს ადგილზე არ გვხვდება. რამდენხანს დარჩება იგი ამ თანამდებობაზე და შეძლებს თუ არა რეალურად რაიონში საბიუჯეტო კრიზისის დაძლევას, ამას დრო გუჩვენებს. დასრულდა ჩვენი დღევანდელი პროგრამა. ნახვამდის.